რამდენიმე უმაღლესი დაწესებულების სტუდენტების ნაწილმა თბილისსა და ბათუმში ღამე უნივერსიტეტში გაათენეს. სტუდენტურმა მოძრაობებმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ფოიე და აუდიტორიები დაიკავეს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს სტუდენტები შევიდეთ TSO-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაშოროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია და გავაგზავნეთ სამშობლოს ბრძოლას. იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პროექტის გათავისუფლებას. რომელთა რიგებშიც არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ზუსტად ამ უნივერსიტეტის ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის სიტყვებია. შვილებო, ჩემი მოვალეობა მეთქმა წიგნისა და ხალისკენ მოგიწევთ. მაგრამ მე ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭირო ხდება ყველაფერი გვერდზე გადაწყო და ხელში და იარაღით ხელში მტერს მიეგეთ. და იმე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწევთ. ახლა, როდესაც გვართმევენ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას, ჩვენს ქვეყანას მიუღებელი აუდიტორიებში სდომა და ქულებზე ნერვიულობა. დღეს TSO სტუდენტებმა საკუთარი უნივერსიტეტი დაიკავეს და ამით გააძლიერეს სტუდენტური ერთობა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სტუდენტები უკან არ დავიხევთ. ჩვენ ერთად ვდგავართ და არ ვაპირებთ დანებებას. ვერ დავუბრუნდებით სწავლას მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან. გვაქვს ორი საერთო მოთხოვნა: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები. სისტემამ არაერთხელ აჩვენა, რომ სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია. არაერთხელ შეეცადა ჩვენს გაჩუმებას, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება. ძალა სტუდენტების ერთობაშია. მილიონი სტუდენტური მოძრაობა ვიკავებთ ჩვენივე უნივერსიტეტის ფოიეს და აქედან გამოვხატავთ პროტესტს. ჩვენი ხმა გაჟღერდება ყველგან და ყოველთვის. ჩვენი ხმა იქნება ხმამაღალი, მტკიცე და ურყევი. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას გავაგონებთ, რომ ძალა სტუდენტების ხალხის ერთობაშია. უერთდებით ორ მთავარ მოთხოვნას. პირველი, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. მეორე, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. იმის და მიუხედავად, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ გვიზღუდავენ საკუთარი აზრის გამოხატვას, ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტების ძალა ერთობაშია და მუდამ საერთო ქმედებებით გავაპროტესტებთ უსამართლობასა და ძალადობას. ჩვენი ამ აქტით მიზნად ვისახავთ საგამართლებლო სივრცე თვითორგანიზების კერად ვაქციოთ. ქართული ოდნების ქმედებებში ნათლად ჩანს შიში. მათ ეშინიათ, რადგანაც გრძნობენ, რომ მათი რეჟიმის დასასრული ახლოსაა და მალე მოუწევთ საკუთარ დანაშაულებებზე პასუხისგება. არ ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩვენი მთავარი მოთხოვნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი, უბარიერო, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნის უგულებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი მოვლენების მასშტაბის გაზრდას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ ნაბიჯს მოჰყვება საზოგადოების სხვა წევრების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებს სოლიდარობას რეჟიმის პატიმრებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი ირაკლი მიმინაშვილია. ჩვენი მხარდაჭერა გინდა გამოვიცოდოთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, რომლებიც საკუთარ საქმეს ხმამაღლა გამოხატავენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან. რექტორისგან მოვიხოთ ჩვენი უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ჩვენი სტუდენტებისა და ლექტორების პოზიციის დაფიქსირებას. სტუდენტების საერთო მიზანია ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. პროტესტის ნიშნად ვიკავებთ TSO-ს ფოიეს. ქვეყანაში რეჟიმის მიერ ასობით უკანონოდ დაკავებული და დაზარალებული ადამიანი გვყავს, მაგრამ არც ერთი დასჯილი ძალოვანებიდან. პროპაგანდისტული მანქანა და შეთქმულებათა თეორიების გავრცელებაში ძალღონეს არიშურებს და სხვადასხვა გზით უმძიმეს დანაშაულსაც კი უძებნის გამართლებას. ჩვენ თვალწინ ღირებულებათა სისტემები ირღვევა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიგვაჩნია. ყველაფერი ეს და სხვა ბევრი რამ მხოლოდ ერთზე მიუთითებს არალეგიტიმური მთავრობის სახით საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ. ამიტომ გვერდებით მთავარ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს და ვითხოვთ ხელახალ სიმბოლურად ჩები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვითხოვთ პირველ რიგში დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, ჩვენი მეგობრები, სტუდენტები და თანამოქალაქეები და ხელახალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ასევე ვითხოვთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოსგან გააკეთონ განცხადება, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები მათე ცენდერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე არიან უკანონოდ დაკავებულები. ჩვენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გვერდებით სახალხო პროტესტს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების, დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის გათავისუფლებას. ასევე ანდრო ჭუჭინაძის, ვეფხია კასრაძის, გიორგი ჩაჩანიძის და ყველა რეჟიმის პატიმრის. ჩვენს მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი, არ უშლით ხელს სასწავლო პროცესს.